კონფორმიზმი. შემგუებლობა. გაბატონებული შეხედულებების მხარდაჭერა საკუთარი პოზიციის საწინააღმდეგოდ. ეს ადგილობრივი იაკუტი მონადირეა. კაცი, რომელიც -60 გრადუსში ცხოვრობს. ცხოვრობს ისე, როგორც მისი წინაპრები 300 წლის წინ. წყლის, გათბობის და უსაფრთხოების გარეშე. ეს კი მე ვარ საქართველოსთან ჩამოსული იუთუბერი. ზუსტად 5 წუთით ადრე სანამ ჩემი ცხვირი მოსაჭრელი გახდება. პოლიტიკა. ჩემდა საუბედუროდ მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ მონადირე ხალხის ცხოვრების წესით ვიცხოვრო. ვაპირებ, რომ გამოსცადო გადარჩენის მათი სასტიკი წესები. ჭამო ის, რასაც ისინი ჭამენ. ვიბანაო -50 გრადუსში იქ, სადაც ისინი ბანაობენ. და აღმოვაჩინო, რა აჩერებს ამ ხალხს აქ. ჩვენ ვართ იაკუტიაში, სოფელ ოიმიაკონში. აქ -60 გრადუსი ყინვა, ექსტრემალური ცხოვრების წესი და თან მსოფლიოს ალმასების მეოთხედია. ესაა ადგილი, რომელიც დამოუკიდებელი რომ იყოს ერთსულ მოსახლეზე მსოფლიოს უმდიდრეს ათეულში უნდა იყოს. მაგრამ ისინი ისევ ყინულებს შეხენ და ღუმელით თბებიან ამ გამყინვარებაში. მე ვიცხოვრობ ოიმიაკონში და დავსვამ კითხვებს იმისთვის, რომ პასუხი გავცემ მთავარ კითხვას. ვინაა ეს ხალხი? ამ უსამართლო სისტემის მსხვერპლი თუ მათივე ნებით გამხდარი ნაწილი? წინა სერიაში აქამდე მოსასვლელად 24 საათიანი ფრენა და 18 საათი მანქანით სიარული დაგჭირდა. ჩვენ ვნახეთ, როგორი ამ გამყინვარების პირობებში გადარჩენა და საკმაოდ გაგვიჭირდა. ბარსლაზაც. ვნახეთ აქაური სახლები. გავაკეთეთ TikTok ჩელენჯები ყინვაში. აი რა ემართება დოშირაკს -50 გრადუსზე 3 წუთით გაჩერების შემთხვევაში. და აღმოვაჩინეთ, რას უშვება ყინვა ადამიანებს. მაგრამ აქ არაფერი არაა ისეთი, რასაც უცხოურ YouTube-ზეც ვერ ნახავ. აქ უფრო მეტი რამე ხდება, რაც ზედაპირზე არ ჩანს. აქედან ბევრი წავიდა უკრაინის ომში. Много. Плюс 200 много. შესაბამისად, ამ ვიდეოში არა მარტო ჩემ თავგადასავალს მოვყვები, არამედ იმასაც, რა დაემართა აქაურობას, ისეთი რომ კამერასთან ლაპარაკი პრობლემა გახდა. Იმიტომ რომ FSB გვისმენს? Ты говоришь, потому что ФСБ нас слушает. Они посмотрят. Посмотрят, явно посмотрят. ამ კონტექსტისთვის კი საჭიროა ბოლომდე გავიაზროს სად ვარ და საერთოდ რატომ არსებობს ეს ადგილი სინამდვილეში. ამ კითხვაზე მთავარი პასუხი ეს მდინარეა, რომელსაც ამ გამყინვარებაში ერთი უცნაურობა ჭირს. Незамерзающая река. Том Харди поплавал здесь. Не замерзает. სწორედ აქედან მოდის ამ სოფლის სახელიც. სიტყვა ოიმიაკონი უყინაო წყალს ნიშნავს. თუმცა იმაზე რატო არ იყინება ეს მდინარე, ადგილობრივების პასუხი ცოტათი არამეცნიერულია. ეს არის ერთ-ერთი გაუყენებელი მდინარე, რომელზეც ამბობენ, რომ შამნა დალოცა რომ არ გაეყენა. შამან და? Да. შამანი იაკუტების რელიგიის შამანიზმის სულიერი ლიდერია. ლიდერი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ გიჟად გამოაცხადა. თუმცა ამაზე მოგვიანებით. სიამოვნებაში კი მდინარის უყინაობა იმის დამსახურებაა, რომ მიწისქვეშა თერმული წყაროები ზედაპირზე ამოდის და წყალს გაყინვის საშუალებას არ აძლევს. ათავადე რა ხო არა. Ja, ne blau. Ne. ირა გადავარდი. ამ მდინარემ უბიძგა წარსულში იაკუტელებს აქ დასახლებულიყვნენ. ისინი მანამდე გაცილებით თბილი ადგილებიდან აქ იძულებით გადმოვიდნენ. თუმცა საინტერესოა რატომ. იაკუტები ჩინგიზ-ყაენს გამოექცნენ. როცა მონღოლების ლიდერმა მთელი აზია დაიპყრო, იაკუტები ჩრდილოეთისკენ დაეძრნენ. დატოვეს მინდვრები და პირდაპირ ჯოჯოხეთურ ყინვაში შევიდნენ. ერთი მიზნით ყოფილიყვნენ თავისუფლები. თუმცა თავისუფლებას მოყვა ცხოვრების ბრუტალური პირობები და ეს პირობები დღემდე არ შეცვლილა. Отцы, деды взяли лед, и так они и берут. ეგრე გაიზარდნენ, ო რა დედა მამები, მოგებიები, ბაბუები, ხო, ტრადიცია. არ გეუკაკებს და თუმცა საინტერესოა თუ ეს წმინდა მდინარე არასდროს იყინება, რატომ არ მიოქვს მირონს წყალი სახლში პირდაპირ ჭურჭლით. პასუხი ისევ ყინვაშია. სანამ სახლამდე მიიტან -60 გრადუსში თხევადი წყალი იყინება. ყინულის ლოდი კი უფრო მსუბუქია და სახლის წინ მისი ჭრა და გალღობა ბევრად მარტივი გამოსავალია. ესნა დაჩეხონ შეიტანოს შიგნით და გაადნონ მერე. იაკუტების ცხოვრების სტილი არა მარტო ყინულის ჭრა, არამედ ამ მდინარეში ბანაობაცაა ზამთარში. Мы завтра будем плавать там глубоко. Это в другом месте. გადაცნა ვიბანაო ცოტა გაიგე? Ты плавать? А ты будешь? Ты? Если ты будешь, я Если буду. ты я. Тогда поплавай.
სანამ მირონი წყალში შესვლაზე დამარწმუნებს, მაინტერესებს რატომ არ აგვარებენ მასობრივად წყლის პრობლემას თბომილების გაყვანით. Почему люди нет вода? Нет вода. Урчевнее თუ მილების ფული არ აქვს. Предпочитают или у них нет денег для трубок? Некоторых нет денег. Да. თუმცა ეს პარადოქსია. როგორ შეიძლება ფული არ კონდეს იმ მოსახლეობას, რომელიც მიწა რუსეთის ალმასების 95%-ს და მსოფლიო მარაგების მეოთხედს ფლობს. აქ მიწა მდიდარია ოქროთი, გაზით და ქვანახშირით. თუმცა რეალობა ისაა, რომ ამ სიმდიდრის ეპიცენტრში პირობები ისეთივეა, როგორიც წლების წინ. ასე რომ საინტერესოა, რატომ არ ვითარდება აქაურობა. ამ კითხვის საპასუხოდ მირონთან ვატარებთ დროს. მირონი ომიაკონის ახალი სახეა. მას ახალი მანქანა ჰყავს, ტურებს აწყობს და ცდილობს ეს ყინული თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მაგრამ ახლა ჩვენ სულ სხვაგან მივდივართ. იქ სადაც დრო მართლა გაჩერდა. მირონს თავის ძმასთან მივყავართ, რომელიც ტყეში მომთაბარე მონადირის და მესაქონლის ცხოვრებით ცხოვრობს. И коневоды жили в таких палатках. Опа. Переводчик. Я не знаю. Да. Не кусается. Не кусается, братан. Йо, я განმოდის. Საღლების ფლეშბექი მახსოვს მე საღლების პროგრესში. Охотничьи из-за этого. Они любят. Погладь. Они любят, когда их гладят. ტაილანდიდან მახსოვს როცა შემოხდა, მაგრამ ბევრად მეტგრად არის, მაო. ბევრად მეტგრად არის. Опа, დეკუსაეცაო და დედა მო. Это мой брат смотрит лошадей и охотится. მირონის ძმას რუსული ცუდად ესმის. ის სახას ენაზე ლაპარაკობს. Какой язык это? Якутский. Он только по-якутски говорит. Что ты охотишься? ისინი ზამთარში იარაღს არ იყენებენ. ამ გამყინვარებაში სანამ ნადირს იპოვი შეიძლება თავად მოკვდე. ამიტომ მირონის ძმა სხვადასხვა სახის ხაფანგებს ათავსებს ცხოველების ნაკვალევზე. ხაფანგში გაიბაო და მელა მივიდაო და შეჭამა ყველაფერია და დატოვა მარტო რითიც მოყვა. ცხოველი არ ვიცი, მაგრამ საუკეთესო სპორტული სიახლეები შეგიძლია დაიჭირო Betson სპორტის აპლიკაციაში. ეს ხაფანგები არის მელეისთვის, კურდღლისთვის და შედარებით პატარა ცხოველებისთვის. თანაც აპლიკაციაში სიახლეები შეგიძლია სრულიად შენზე მოირგო. აი ეს ხაფანგი არის უკვე მგლისთვის. ცოტა ხანში ხაფანგების შესამოწმებლად წასვლას ერთად ვაპირებ და სწორედ ამ პროცესში გამოსდი რას ნიშნავს რეალურად აქაური ყინვა. Капкан когда поставил? Сейчас, наверное, поймал. მანამდე კი გამიზიარეს, რომ იაკუტებისთვის ძირითადი საქმიანობა ცხენების გაზრდა და მათი საკვებად გამოყენებაა. ნადირობა არასდროს ყოფილა მათი მთავარი საქმე. ის მოგვიანებით იძულებით შეითავსეს. თუმცა საინტერესოა რა მაიძულათ იაკუტებს ნადირობის დაწყება. 300 წლის წინ იაკუტები რუსებმა დაიპყრეს და მოთხოვეს, რომ ხარკად ბეწვეულით მოემარაგებინათ მოსკოვი. ასე იქცნენ თავისუფალი მესაქონლეები მონადირეებად, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ იმპერია ძვირფასი ბეწვით გამოეკვებათ. დღეს მირონის ძმა ამ ორივე სამყაროს ნარჩენია. ის უვლის ცხენებს, როგორც მისი წინაპრები 900 წლის წინ და ნადირობს, რადგან ესეც უკვე გაჯდა მის დნმ-ში. Кура? Да, хорошая. Твой брат убил? Да. Он охраняет здесь. Табун лошадей охраняет, а медведь заходит. О, მაგრამ ცივა ჩემი კარგი ვატირე. Я замерзла. რადგანაც ხაფანგები დიდმანძილებზეა დასაგები, ამისთვის ადრე ცხენებში შებმულ მარხილებს იყენებდნენ. თუმცა ტექნოლოგიურმა პროგრესმა გადაადგილების მეთოდების უფრო ეფექტური გახადა და зогიერთი ოჯახი უკვე თოვლმავალს იყენებს. თუმცა მათი შენახვაც აქაურ გამყინვარებაში განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. Коневоды жили на таких палатках раньше. Сейчас эта палатка как гараж для снегохода. Тепло здесь. Да. Вот печка. Снегоход, коневод использует для охоты. И Да, для дальних გაიყენოს маршрутов. მაგიტოა აქ ეჩი ჩართულია. Да. Обычно замерзает вот этот снегоход. Замерзает паяльником. Греешь вот этот ремень. Амар рус მაგნე მოტორებში ვერ გვიქცა.
მირონი იდეალური მასვენძელია და ცდილობს ყველაფერი დეტალურად მაჩვენოს, მაგრამ მე მათი ყოველდღიურობის მიღმა პოლიტიკური განწყობები უფრო მაინტერესებს. მაინტერესებს რას ფიქრობენ ომზე ან კრემლზე, მაშინ, როცა მათი უმდიდრესი მიწისგან თავად თითქმის არაფერი რჩებათ. ამის გასარკვევად კი პირველ რიგში საინტერესოა საერთოდ როგორ იქცა ეს ყინული სამეფო მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს წერტილად. 1920-იან წლებში ნამდვილი გადატრიალება მოხდა. მაშინ როცა ამ მიწაზე ოქრო აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი 50-იან წლებში ალმასიც იპოვეს. ასე იქცა ყინული სამეფო სიმდიდრის ეპიცენტრად. თუმცა ამ რესურსებს არა სახას ხალხი, არამედ მოსკოვი განაგებდა. მაგრამ საინტერესოა როგორ მოიპოვებდნენ ამ სიმდიდრეს. მოსკოვს გაუჩნდა ერთი დიდი პრობლემა. ვინ ან როგორ გათხრიდა გაყინულ მიწას რესურსების მოსაპოვებლად იქცას, ტექნიკაც კი ვერ უძლებდა. პასუხი იყო ადამიანის სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც საბჭოთა იმპერიისთვის არაფერს ნიშნავდა. ასე გაჩნდა გულაგი, საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც 100,000-ობით რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანი ოქროს მოსაპოვებლად ჩამოიყვანეს და -50 გრადუსში იზოლებით ამუშავებდნენ. Грузинки есть гулаги, да? Да. Репрессии, которые попали люди Да. сюда из репрессий. თუმცა ჩემ წარმოდგენაში გულაგები მაინც სხვანაირი იყო და გამიკვირდა, როცა მირონმა ტიპიურ სახლებზე მემითითა. მარა ეგ სახლებში ცხოვრობდნენ? Это тюрьма без решеток. Я კლეტკების გარეშე. რატო არ გარბოდნენ? Погибали, холодно же на улице. უფრო მეტიც, თუ ოქროს მოპოვების ნორმას ვერ შეასრულებდნენ, იმ მინიმალურ საკვებ რაციონსაც უმცირებდნენ. გაქცევას კი აზრი არ ჰქონდა. განუცნაურია რომ ადგილი თვითონ შეიძლება გახდეს ისეთი რომ აღარ გჭირდებოდეს რამე ციხის აშენება. და ეგეთი იყო ეგ ბოროტული საბჭოთა იმპერია, რომლის მაგალითსაც ახლა უყურებთ აქ. მოსკოვი მოპოვებული სიმდიდრით მეორე მსოფლიო ომს აფინანსებდა. ამასობაში კი აქ ადამიანები იტანჯებოდნენ. ამ წარმოუდგენელი ტანჯვის გამო ჯამში 2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ჩვენთვის წარმოდგენაც კი რთულია, როგორ შეიძლება ამ სიცივეში ადამიანმა საათობით იმუშაოს, მაშინ როცა ჩვენ 5 წუთშიც კი ცუდად ხვდებით. აუ, ჩემი კარგი ვატირე. პიზდეცია. რა შვები? რა შვება? ამ სიცივის აუტანლობა ჩემი წარმოდგენით ყველაზე მეტად მაშინ უნდა გამომეცადა, როცა აქაურ უყინავ მდინარეში ჩასვლას დავაპირებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველაზე დიდი ინტერესის საგანი აქაურების განწყობების შესწავლა, პარალელურად მაინტერესებს ის სხვადასხვა გამოცდილებები მივიღო, რაც აქაურ ცხოვრებას ახლავს თან. და აქედან ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ხაფანგების შესამოწმებლად ბურანით წასვლა აღმოჩნდა. მე буранზე აქამდე ვარ ვარ და განსაკუთრებულს არაფერს ველი, თუმცა თურმე მირონის გუშინდელი სიტყვები სახუმარო არაა. Вы спробуйте на буране это, на снегоходе видно будет. არა, ჩვენ ეკიპირებას პრობლემა არ ქონია, ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ აღჭურვილი. ჩვენი სამეულის სრული ეკიპირება უზრუნველყო მაგელანმა, North Face-მა, და ამიტომაც მადლობა მათ ამისთვის, რომ ამ ყინვაში წაგვეშველდნენ. წამო. პრობლემა ჩემ დაუცველ ორგანოს ცხვირს შეექმნა. ცხვირის ამბავი მაშინ დაიწყო, როცა მე და ალე მონადირესთან ერთად ხაფანგების შესამოწმებლად დავიძარით. და მან პირველად აღმოაჩინეთ, რას ნიშნავს, როცა სიცივე პირდაპირ სახეში გირთმევს. თუმცა ალემ საკმაოდ ჭკვიანურად იფიქრა, რომ ზედმეტი იყო. კამერა გამატანა და მანქანაში გიო შეუერთდა. ალე, ყველაფერი ცივია. ხელთასმები ცივია გათბობა. კამერა რა ცივია. მე კი მირონმა თავისი ხელნაკეთი ქურთუკი დამიმატა. Медведь-ка. და უკვე მზად ვიყავით გზის გასაგზავნებლად. მანქანა ბოლომდე ვერ გამოგვყვება. თუმცა ჩემი წითელი სახე სიგნალს იძლევა, რომ არც ისე მზად ვარ. Холодно. No, все в порядке. Нормально. თურმე რას ნიშნავს აქაური ყინვა ბურანზე უნდა გამოსცადო. და ასეც მოხდა. დაძვრიდან 30 წუთში ის დამემართა, რაზეც მირონი აქამდე მაფრთხილებდა. თავიდან ყველაფერი არც ისე რთულად ჩანდა, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია გაუარესდა. ომიაკონის ყინვა არ მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. ხან ვჯდებოდი, ხან წვებოდი, ხან უტრიალდებოდი, რომ ჰაერის სახეში არ დამტაკებოდა. ჩემ პრობლემას ართულებდა ისიც, რომ ცალი ხელი მარხილზე მეკიდა, რომ არ გადავარდნილიყავი. მეორეთი კი კამერას ვაკონტროლებდი. აღარც კამერა მინდოდა, მაგრამ მე ხომ იუთუბერი ვარ. ამ შემთხვევაში ყველაზე სულელი იუთუბერი. და რატომღაც გმირობანას თამაში გადავწყვიტე. სინამდვილეში კი როცა მონადირე ჩერდებოდა, მაგრად მიხაროდა. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ საშინელი სიცივის ნაკადისგან შემესვენა.
რომ გამეძლო თავს ვახსენებდი რომ კაკო ვარ, დოპამინით სავსე კაცი და ამ ქმედების გამო მაყურებელი დამაფასებს და გამომიწერს რომ მაიმუნ კაკოს გაუსწროთ. არა, ეხა ამას სპეციალურად ვამბობ რომ გამომიწეროთ. სინამდვილეში ამის ფიქრის თავი არ მქონდა. ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდით. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ მონადირეს რამდენჯერმე ჩაუქრა ბურანი და ძლივს დაქოქა. მანქანას 10-ზე მეტი კილომეტრით ვიყავით დაშორებული და დიზელის გაყინვა აქ ნაღდად არ მაწყობდა. ეს ბურანი ხელნაკეთია. წარმოდგენი არ მოგზაში კიდე როდის ჩაგვიქრება. 21 საუკუნეში ამ კუსტარო დაწყობილი მარხილით დადის სანადირო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ცოტა ხანში ზუსტად ბურანის გამომართვება გადაარჩენს ჩემს ხვირს. მანამდე კი მონადირე პერიოდულად ჩერდებოდა. ამოწმებდა ცარიელ ხაფანგს და რაღაცებს მიხსნიდა. Ловушка, медведь. Медведь, ловушка. თუმცა არც ჩემი რუსული ბრწყინადა და არც იმის. ყველაზე გაუგებარი კომუნიკაცია გქონდა. ძირითადად ხელების ქნებით. ეს არის დათვის ხაფანგი. ვერ გავიგე ზუსტად როგორ მუშაობს. უკმაყოფილო იყო რომ ხაფანგებმა არაფერი დაიჭირა. თუმცა მაინც გულიანად ისევ ხელებით მიხსნიდა ამ ხაფანგების არსს. Вот эти. ოკეი. არა რა შევა. ზემოდან დაეცემა Ну, ხაფანგი. და მოიყოლებს. კიდევ რამდენიმე ცარიელი ხაფანგი შევამოწმეთ და ის ისევ აგრძელებდა რაღაცეების ახსნას. хата. Так, вот капка. Вот капка. მე მხოლოდ უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი. თუმცა ისევ არ უტყდებოდი თავს. Нормально, не холодно. Нормально, да. ნორმალია. მით უმეტეს რომ ხედავდი სრულიად შიშველი ხელებით როგორ აგებდა ხაფანგებს. ხელები როგორ აქვს ანუ ორ ხელთან თაში მიდეს და აი რგური მოყინული მოიწე კივა იმენამ კივა სამწუხაროდ ამ მონაკვეთში მონადირემ ვერც ერთი ცხოველი ვერ იპოვა. ამიტომაც სხვა ხაფანგების შესამოწმებლად წავედით, რომლისკენ გზაც საბედნიეროდ ცენტრალურ ტრასაზე გადიოდა. აშლი ზუსტად ვიცოდი რომ ხაფანგების ზემნის გაგზავნება აღარ მინდოდა. უკან დაბრუნება თავიდან მიხაროდა. თუმცა სისივისგან ისე გაბრუებული ვიყავი, თითქოს რეალობის აღქმასაც ვკარგავდი. უცნაური გზნობა მქონდა. თითქოს აზროვნებაც აღარ შემეძლო. წამოუწექი და ბუნდოვნა დაღვიქვამდი რეალობას. მხოლოდ სახლამდე მისვლაზე მეფიქრებოდა. თურმე ესაა ყველაზე სახიფათო მომენტი, როცა შეიძლება ყველაფერი საბედის წეროდ დასრულდეს. როგორც კამერაში გამოჩნდა, ჩემი ცხვირი სრულიად გათეთრდა. ეს თურმე იყო მოყინვის კრიტიკული მომენტი, ეგრეთ წოდებული ფროსბაითი. გათეთრება იმის ნიშანი იყო, რომ კანი გაიყინა და სისხლი აღარ მიეწოდებოდა. მე კი ამას ვეღარ ვგრძნობდი, რადგან ჩემი ნერვიული დაბოლოებების გაითიშა. ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე. ქსოვილი კვდებოდა, მე კი მეგონა რომ უბრალოდ აღარ მციოდა. როგორც მე გავიგე კიდე 5 წუთი ასე რომ გაგრძელებული იყო, შეიძლება ჩემი ცხვირი მოსაჭრელი გამხდარიყო. თუმცა მირონმა გადამარჩინა. Оу. Подожди-ка. რა მოხდა ბაბჯო? ვაჰ, ბიჭო ეს რა იყო? იმენ ვეღარ გრძნობდი. სახე საერთოდ და აი გავითიშე რაღაც მომენტში და არც ვიცოდი რა ხდებოდა უცებ. თურმე საბედნიეროდ როგორც კი ცენტრალურ გზაზე გადავედით, მირონი მალევე უკან ამოგვიდგა. მანქანიდან ეგონათ რომ მე უბრალოდ ვიწექი და მოყვებოდნენ რომ კამერით დაეფიქსირებინათ ჩვენი მოძრაობა. რაღაც მომენტში მონადირეს ბურანი ისევ ჩაუქრა და მე ინსტინქტურად წამოვდექი და მანქანის ხმაზე უკან გავიხედე. წარმოუდგენელია, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მირონმა შორიდან დააფიქსირა რა მჭირდა ცხვირზე და ეგრევე გამოიქცა. О, сейчас. Подождите. რა მოხდა? Оу. Подожди-ка. Стой. ეს რომ ამან რომ მოერბინადეს ცხვირზე რა დავიმასაჟა, მე მივხვდი რომ აქ თურმე სულ ხასავი ყოფილა. იმენ როარ მოერბინა? Нос не отморозит. Льдом не стал. Ну, зайдешь, она сразу черный будет. Из-за этого рукой надо вот так. მე გათიშული დოპამინით და ცარიელი კაცი ვიყავ. ვერ მივხვდი უცბად რა მოხდა ბიჭო, ამ ტიპ მანქანა გააღო და გავოს ოი და ალებას რა ხდება? კარები გამოვარდა და მეც სანამ ჭხერდათ მაშინ ხელი გავყავ. Если бы он до сюда еще на буране переехал бы, еще массаж не сделали бы, у тебя этот нос черный становится и может отрезать. Он был недалеко, да? От этого черного носа. Да.
აი კიდე კაი ახლოს იყავით. ამ ინციდენტის მერე ეგრევე მირონის ძმის სახლში გამოვბრუნდით. მირონის ძმა უკაცრიელ ადგილას ცხოვრობს. აქ 10 კილომეტრიან რადიუსში მეზობელი არაა და გარეთ უკიდია განოყინვაა. ჩვენთვის კი ამ 12 კვადრატიანი ქოხის ღუმელი ერთადერთი და მთავარი თავშესაფარიცაა და ბედნიერების წყაროც. Я знал, что ты замерзнешь. Из-за этого, чтобы теплее было, я много дров бросил. Мы же когда выходили, я же бросил там много. Специально, чтобы тебе теплее было. ამ შეზღუდულ სივრცეში ყველაზე მყუდროდ გრძნობთ თავს. მიუხედავად იმისა, რომ 5 ვართ. 5 პერსონაჟი 5 განსხვავებული სამყაროთი ერთ პატარა სივრცეში. ყველაზე ინერტული მონადირეა. ის ჩვენით საერთოდ არ ინტერესდება. შეიძლება იმასაც ვფიქრობს, რა ჯანდაბად დავადექით თავზე. მონადირისგან განსხვავებით, მისი ძმა მირონი ბევრად ყურადღებიანია და ის გვიხსნის დეტალურად აქაური გამყინვარების რისკებს. ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმე რაღაცა მოუჭრიათ ხელი ან რა იმის გამო გაკეთებია? Очень многих людей, да. Пальцы оторвали, резали. Вау. И в ногах, в основном в ногах и пальцах. როგორ უნდა დავიცვა მაგას თავი? დაგია სახრანი ძმა ისევ. ეს მე ვარ და ჩემი რუსული ათბალიანი სისტემით ალბათ ორია. თუმცა ცდას არ ვაკლებ, რომ რაც ვიცი, ის ვილაპარაკო. Не, вот буран никак не сохранишь. Вот эти обычно меховые же, постоянно только у тебя глаза. ეს глаза не проблема, да? Ну глаза тоже можешь Что? замерзнуть. Глаза Глаза тоже могут замерзнуть. Ну, если на минус 56-60 градусов, там можно замерзнуть. Равно градусов. 15-60 შეიძლება რომ გაიქნო. Здесь... Когда глаза мерзнут, тогда постоянно вода идет с глаз. ამ გამყინვარებაში ადგილობრივებს მუდმივი პრობლემები აქვს და ეს ხშირად მათ კანზეც აისახება. И были черным пятна. Нос был. Когда? Ну, здесь, когда зимой работаешь. Все равно замерзаешь. რა გასაკვირია და აქ სამწუხაროდ ავერს ვერ იპოვი, სადაც გაღიზიანებული კანისთვის ნორევას დაამშვიდებელი კრემი შეგიძლია გამოიყენო. Не постоянно же постоянно на улице минус 50 градусов. Там работаешь, все равно замерзаешь. ხოლო თუ უშუალოდ კანის აღდგენა და დატენიანებაა საჭირო, ამისთვის ასევე ნორევას კანის აღდგენია იდეალური გამოსავალი. ამ ოთახის მესამე გმირი ალეა, რომელიც ჩვენ საუბარს იღებს, მაგრამ ვერაფერს გებულობს. როგორ დაუწიოთ ფეჭია. მისი რუსული ათბალიანი სისტემიდან 0-ით შეგვიძლია შევაფასოთ და რამე თუ ჭირდება ჩვენ გთხოვს. Он хочет, что... Чтобы печь-то. Он говорит, что слишком жарко. Можем немного... Конечно. Можем? Вот это просто закрывай. ოპო. ჩვენ შორის საუკეთესო რუსულის მწოდნე გიოა. გიოს ორი როლი აქვს. პირველი სიცივეზე წუწუნია. ეხა ვერ ვთქვა ხო ის მიჭერს მაგაც. ეხა სიცხეზე კიდე მით უმეტეს და გარეთ ვარ. მეორე როლი კი თარჯიმნობაა. მისი რუსული ალბათ 10 ბალიანი სისტემით 6-ით ფასდება. თუმცა როგორც კი კომპლექსურ კითხვებზე გადავდივარ, მისი გულები ნელა იკლებს. პირდაპირ არის რომ თეთრი გეჭდებაო და იყინებიო რა და დავინახეო და მე აღარ ვიცი. Это мои მონათვლა როგორ არის? არ ვიცი მონათვლა. როგორ არის ალე? მე წამოვიყვანე როგორ არის? წამოვიყვანე. მე ვნანო როგორ არის? Я жалею, Я с собой переводчика, и я жалею. ამ ოთახში თითქოს რაღაც ცვლილება მოხდა. ყველანი მხიარულები ვართ და 1000 უაზრო თემაზე ვიცინით. Чай горячий. Нет. Чай будет горячий. Да. Он будет. Холодный вода? Вода. Будешь так плавать. В холодной воде будешь плавать. ცივწყალში იბანავებო? გინდა. დალევა გინდა? ხო. ესევე შემიძლია დავლოცო. ო, ეგრევე ამოიღე. მიდი. ხო, ბინზურია. ნუ გერიდებ. როგორია? მესმინდა. იაკუტსკიდან მოყოლებული ვცდილობდი ჩემი წინასწარი განწყობით შედარებით დისტანცია დამეჭერა მირონთან. თუმცა ამ ინციდენტმა ერთმანეთთან არა მარტო მე, თითქოს ყველა რაღაცნაირად დაგვაახლოვა. და საუბარს ვაგრძელებთ უამრავ თემაზე.
მაგალითად მირონი იაკუტურ ცხენებზე გვიყვება. ამ გამყინვარებაში იაკუტური ცხენები ყველაზე გამძლეები არიან. ისინი -60 გრადუსშიც კი უძლებენ და სწორედ ამიტომ აქ ძროხაზე უფრო მიზანშეწონილი ცხენის მოშენება და მისივე ხორცის ჭამაა. Жеребец, один жеребец, 10 жен. აქაურებს რომ ცხენები უყვართ ისედაც ვიცოდით, თუმცა რაც არ ვიცოდით ისაა რომ ამ გამყინვარებაში თუ ცხენი 10 წამითაც დაეცემა, გაიყინება. Лошадь, если 10 секунд Нет. лежать Нет. мертв, Да. да? Да. Он не станет. მე დავეხმარო? Если он поможет, чтобы встать. Ну, можно, но они сами не 10 წამით რო დაიცეს, Они- შო მოკვდება. ამიტომ განასწორ. Не, постоянно так стоят, Как, без как зимы. они спят? Стоя. Стоя? Да. ყველა ცხენი ეგრე არის, каждый лошадь. Каждый лошадь. და ყველა ცხენი ეგრეა. ცხენი ფეხზე მაინც ახლა ჩამოსულიყავი რომ გაიგო. ზე они не верят. Да, я понял. А так, Ай. Фეხზე დამდგარი. Вчера ты ездишь лошадь. Ты не верят. Второй раз ты не верят. Об лошадь you не верят, nothing, А это my friend. колбаса, знаешь, что за колбаса? Лошадь. Это ეს მართლა ცხენის ზეხვია. იაკუტების ერთ-ერთი ტრადიციული კერძი, რომლის გასინჯვაც მეც მინდა იქამდე სანამ აქაურების სხვა აქტივობას გამოვცდი. მირონი ცხენის ხორცით დამზადებული 3 სხვადასხვა დელიკატესით გვიმასპინძლება. აქედან 2 უმია, ხოლო ეს ზეხვია დამუშავებული. თუმცა რითი, საკითხავი აი ეს არის. Колбас? брат, ага, Домашний колбас. домашний. თუმცა მის დასამზადებლად ხორცი არ გამოუყენებიათ. გასინჯავ თქვენს. Лошадь мясо, да? Не мясо, это кровяная. Коронавирус. Кровяная? Это кровь лошади. Сисхия. Кровяная колбаса. Кровяная что это? Кровь. Кровь? Кровь. Красный кровь. Сисхлис, а не колбасио. А? Что? ცხენის სისხლის ზეხვს ხანი ქვია და იაკუტების ტრადიციული და საამაყო კერძია. თუმცა ეს არაა ერთადერთი ეგზოტიკური რამ, რასაც ისინი ჭამენ. Шоколад Шоколад. от лошадь? Лошадь. Что это? Вкусно. Шоколад? А что это лошадь? Печень. მირონის შემოთავაზებული მორიგი დელიკატესი უმი ცხენის ქონია. საზრობა იყო ეს. А вот это вот. Сало. ეს უმი. უმია, ხო? Вкусное мороженое. А я. Невкусно? უმად კვება გადარჩენის მექანიზმია და არა ახირება. ამ ტოტალურ გამყინვარებაში ორგანიზმს სითბოს შესანარჩუნებლად ბევრად მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს. უმი ხორცი კი მომზადებულისგან განსხვავებით ბევრად უფრო სწრაფად აღადგენს ენერგიის მარაგებს. რა თქოა უმი? Северные люди. Зимой. Раньше, как думаете, готовили? მირონთა საუბარში ყოველთვის ხადაჩანს მისი ტრადიციების სიყვარული. მას აქაურობა ძალიან უყვარს. ზამთრის ორ თვეში ცდილობს აქ ტურისტი ჩამოიყვანოს და აჩვენოს დედამიწის ყველაზე გაყინული ადგილი. Зимой я таскаю туристов сюда. Больше фотоохотник. რომ მერე ამ ფულით ცხენები იყიდოს და აქ ცხოვრება შეძლოს. вон Булатала. ის საუბარში არასდროს ახსენებს რომ რუსია. ამბობს რომ ან სახას კაცია, ან მშვიდობის კაცი. Я дружу все в теме. Мир и он. Из-за этого желаю всем мира. ასე რომ საინტერესოა ეს მირონის დამოკიდებულება თუ ზოგადად ასია. იაკუტებს რუსები არ უყვართ თუ მათ ნაწილად თვლიან თავს. ამის გასაგებად ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 1991 წელია. თარიღი, როცა იაკუტიამ დამოუკიდებლობის პირველი ჰაერი ჩაისუნთქა. 1991 წელს იაკუტიამ პირველად იგრძნო თავისუფლება. საბჭოთა კავშირის დაშლით მათ ისარგებლეს და სუვერენიტეტი გამოაცხადეს. მიიღეს საკუთარი კონსტიტუცია და დასვეს პრეზიდენტი.
თუმცა მოსკოვში იცოდნენ, რომ თუ იაკუტია დამოუკიდებელი გახდებოდა, რუსეთს ეკონომიკურად გაუჭირდებოდა. თავის მხრივ კი იაკუტიას არ გააჩნდა რესურსები, რაც დამოუკიდებლობისთვის იქნებოდა საჭირო. Из России Саха тоже трудно жить, в холоде. Оттуда продукты, Советский Союз все снабжал. ასე რომ დაიწყო ვაჭრობა თავისუფლებასა და გადარჩენას შორის. რუსეთისგან დაპირებით იაკუტიამ სრულ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა. სანაცვლოდ კი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტია მიიღო. ეს იყო სახელმწიფოში და თან ალმასების და ოქროს რესურსების სრული კონტროლი ექნებოდათ. ალმასები და რაღაცები რო არის, კერძო კომპანიებს აქვს თუ სახელმწიფო ამუშავებს? Организации добывают и კარგი შედეგებია? налоги в государство. У них хорошие результаты. Конечно. Богатые, миллионеры. ამ შეთანხმებამ იაკუტიის წარმოუდგენელი აღორძინება გამოიწვია. ალმასები და ოქრო რეგიონში დარჩა, რამაც განაპირობა ეკონომიკური თავისუფლებაც. რეგიონში გაჩნდა ფული, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები. გაძლიერდა მათი იდენტობაც. სკოლებში იაკუტიური ენის სწავლა სავალდებულოდ გამოცხადდა. შეიქმნა დამოუკიდებელი კინოწარმოება და აღდგა შამანიზმი, როგორც ოფიციალური რელიგია. თუმცა ეს აღორძინება სულ რაღაც 10 წელი გაგრძელდა. მანამდე სანამ პუტინი გამოჩნდებოდა და მათთვის მიცემული პირობები დაირღვეოდა. ახალი ლიდერის მოსვლის მერე ბევრი რამე შეიცვალა ოიმიაკონშიც. და ამის შესახებაც ვაპირებ კითხვა ადგილობრივებს. თუმცა მთავარი რაც აქ არ შესულა მათი ტრადიციებია, რომელთაგანაც ერთ-ერთი უყინო მდინარეში ზამთარში ბანაობაა და მისი გამოცდა მეც მინდა. აი ხა მოვედით დინარეში, უნდა ჩავხდეთ. ნახოთ გამომია თუ არა. წვერი კი გაგაყინული. აქ ადგილობრივები იმდენად ხშირად ბანაობენ ზამთარში, რომ მდინარის წინ კარავიც კი არის, სადაც ღუმელი დგას. ღუმელი შეგიძლია ჩასვლის წინ დაანთო, რომ ბანაობის მერე ეგრევე გათბე. ამ ღამით ოიმიაკონის პირობებისთვის საკმაოდ დაბალია ტემპერატურა და ამის გაზომვა მარტივად შემიძლია. ეს არის F-Watch-ი, რომელიც ელიტმა გამომატანა და შემიძლია გავიზომო როგორც ზედა ტემპერატურა, ასევე გავიზომო წყლის ტემპერატურა, როცა ჩავა. მოიცა? არა. მე ეს ყველაფერი ტელეფონით უნდა ვაჩვენო, რადგან მე ელიტის ტელეფონების რაინდა და ოფიციალურად ვიქეცი. ამჟამად საკმაოდ მაღალია ტემპერატურა 42 გრადუსი. მე კი სანამ წყალში ჩავალ, შეგახსენებ, რომ ეს iPhone-იც ელიტში შეგიძლია შეიძინო. იქ სადაც iPhone-ების ცვენაა. რამდენი მაცვია ეს დედაფეთქებული. ელიტში ყველა მოდელია 13-დან 17-მდე, ის იმით ფიზიკური ბარათი. უფრო მეტიც ახალთახალი 17i კი, რომელიც ახლახანს გამოვიდა და ელიტში 20 მარტიდან იქნება. Я замерзла уже. У тебя мощный. Мощный, да? Да. Ты не идешь на реки? Нет? Да. Договор же был такой. Давай, сейчас. Давай. Давай, как его? Хвала, гуляли. Завтра. Точно, завтра. Види. Давай. Ой. Види. Опа. Внимание! Всех зацели. Вали. Всех зацели. Куда чахуйте, види. 3 раза внимание! Там я дьявол. Эти. Давай. Дай. Я шутил, მე გაკოლა დოპამინის ავსეკაცი. როგორ შევზნება? სანდ გამყინვარება. თან ამოსულა კიდე ხო პიზდეც. ამოსვლა ალბათ ხო. ხები მენა ძირს. Боли Ბოლი აგდის. Ты в порядке? А? Я в порядке. Тебе не нравится твои цвета? В порядке? გეუბნება რომ შამანმა უცდიანად გაგწმინდაო ჩათვალეო რა. Каждый год. Я каждый год один раз все равно скупаюсь на шаману ручей, чтобы удача мне пришла. Все темное искупанием очищает все это. შამანი, რომელზეც მირონი საუბრობს, დღეს რუსეთს გიჟად ყავს შერაცხული.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წელს შამანმა გამანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. ერთი მიზნით, თავიდან მოეშორებინათ პუტინი. Александра Габушева, известного как Саша Шаман, который идет из Якутии в Москву свергать власть. ამისთვის მან გადაწყვიტა 9000 კილომეტრი ფეხით ევლო იაკუტიიდან მოსკოვისკენ და თან გზად თანამოაზრეები შემოეკრიბა. თუმცა ეს დიდხანს არ დასწავდა. 3000 კილომეტრზე შამანი დაიჭერეს. თავიდან ციხეში გამოკეტვას უპირებდნენ. თუმცა იცოდნენ, რომ ეს ხალხში აგრესიას გამოიწვევდა. ამიტომაც რუსული კლასიკური მეთოდით ის გიჟად შერაცხეს და დღემდე იძულებით მკურნალობაზე ყავთ. მაგრამ საინტერესოა, რა მაიძულა შამანი დადგომოდა ამ გზას. რა დაემართა იაკუტიას ისეთი, რომ აქ პროტესტი სახიფათო გახდა. ამას გრიგორისთან ლაპარაკისას გავიგებ. Это лошадь. ата лошадь. лошади. გრიგორი ქალაქ იაკუტსკიდან დაბრუნდა ომიაკონში და უფრო მეტი ესმის პოლიტიკური კონტექსტის ვიდრე ადგილობრივებს. А нет, в городе нет. Почему? С города переехал я. ქალაქიდან გადმოვედიო რა. როცა ყოფით თემებზე ვსაუბრობთ, გრიგორი ბევრად აქტიურია და არასდროს ჩერდება. ის სიამოვნებით მიზიარებს, როგორ მოიყვანა მოцვის ღვინო. В мире нету нигде такого голубичного вина из дикой голубики. მიზიარებს რაზე ოცნებობს? Гараж найти, вот этот как деньги найти. Были бы миллионы, летающую бы тарелку сделали. როცა ყოფითი თემებიდან დიალოგი პოლიტიკურ ჭრილში გადადის, ის კამერასთან ბევრად ფრთხილი ხდება. უფრო ჩუმად ლაპარაკობს და უფრო დიდ პაუზებს აკეთებს. იაკუტელები ხო თავის დროზე რაღაც ცალკე ეთნოსი რო არიან. პრობლემა არ ქონია. Не был в России давно. Нет. Он всегда в России был. Нет, не в России. Не, да, он არ ქონდათ პროტესტი თავის დროზე? не было протеста, чтобы быть с Россией. А были? Был, да. აქ ვერ ხვდებოდი რატომ აკეთებდა ამ ხელა პაუზებს. თუმცა მოგვიანებით ინფორმაციების მოძიების დროს აღმოაჩინა უამრავი რამ, რაც მის სიფრთხილეს ამართლებდა. თუ გეცოდინებო, რომ ჩვენ საუბარში არის პოტენციური სასჯელი, რუსეთის კანონმდებლობის მუხლი 281 სეპარატიზმი, კრძალავს ნებისმიერ ლაპარაკს დამოუკიდებლობაზე, ავტონომიაზე ან რესურსების ადგილობრივ კონტროლზე. სასჯელი 4-დან 6 წლამდე. მაშინ იგივე პასუხს შეიძლება სხვა თვალით შევხედოთ. Нет. Он всегда в России был. Нет, не в России. Не, да, он არ ქონდათ პროტესტი თავის დროზე? быть с Россией. А были? ამავე კანონით ალმასების ექსპლუატაციის გაპროტესტება ან რუსების მხრიდან იაკუტების ჩაგვრის ისტორიის გახსენება სეპარატიზმის რისკს შეიცავს. შეიძლება ამიტომაც გრიგორიერიდება წარსულის ბოლომდე მოყოლას. До появления русских. Русский гамачена. До появления русских. А когда они появились? Там же в Якутске есть же Бекетов появился. Вот этот. Бекетов? Бекетов, вот эти первые русские землепроходцы. Они же начали осваивать сплошь до Чукотки. Якутский гамачена. Да. Там же можете почитать там, как его присоединение Якутии. კანონის სეპარატიზმის შესახებ არა ერთადერთი შემზღუდავი ჩვენ საუბარში. აქ არსებობს ჩვენთვის კარგად ცნობილი უცხოური აგენტების, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა, როცა ვიდეოს იღებ. Это legal? ვიდეო. ეს კანონი 2012 წელს მიიღეს. მიიღეს შემდეგი ფორმირებით. თუ ორგანიზაცია ფულს იღებს უცხოური წყაროდან, უცხოურ აგენტად იწოდება. თუმცა თითქოს რა შუაშია, გრიგორი ხომ არც ორგანიზაციაა და არც ფულს უხდი. მაგრამ 2012 წლის მერე ეს კანონი გაფართოვდა და რამდენჯერმე შეიცვალა. მაგალითად 2022 წელს ფულის გადარიცხვა აღარ არის საჭირო უცხოურ აგენტად შერაცხვისთვის. კანონში წერია, რომ ნებისმიერი უცხოური გავლენა შეიძლება აგენტად გაქცევდეს. მათ შორის უცხოელ ჟურნალისტთან ლაპარაკი პოლიტიკაზე, რომლის გამოც უამრავი ადამიანი შერაცხეს აგენტად. და არის შანსი, რომ გრიგორიც ამას ეჭვობს. მით უმეტეს ჩემთან საუბარში გზნობს რა დამოუკიდებლობა მაქვს რუსეთის ლიდერთან. Что, скажи, говорить про Россию? Всегда плохо говорить. Как и вы думаете? სიამოვნებაში პუტინს კარგი არაფერი გაუკეთებია. მისი მოსვლიდან მალევე იაკუტელებს ყველაფერი წაართვეს, რაც მოიპოვეს. პუტინმა გააუქმა იაკუტიის სუვერენიტეტი. კონსტიტუციიდან ამოაშლევინა ყველა მუხლი. გააუქმა პრეზიდენტის პოსტი. დაარღვია პირობა ალმასების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ალმასებიდან მოგება იაკუტიაში აღარ რჩება, მოსკოვს მიაქვს. შამანიზმი ოფიციალურ რელიგიის სტატუსიდან ისევ არალეგალურ და საშიშ მოვლენად იქცა. გააუქმა სკოლებში იაკუტიური ენის სავალდებულო სტატუსი.
სახაუდის მიერ გადაღებული ფილმებიდან უამრავი დაცენზურდა. ამ ყველაფრის ფონზე თითქოს სათქმელი ბევრი უნდა გქონდეთ, მაგრამ ვერ ამბობენ. როცა ვიკითხები რუსებთან აქვს თუ არა რამე წინააღმდეგობა, მისი პასუხი ან სიმართლეა, ან კანონის შიში. და მე უკვე ხა თანამედროვეისა აღარ ქონიათ პრობლემა. სახარ სლავ თანაბარი. Закон есть. ამ კანონებმა იაკუტია ნენელა მოკუდა. ამ წლების მანძილზე რუსეთმა იაკუტიას წაართვა პოლიტიკური თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, იდენტობა და ფული. და როცა იაკუტელები ამას შეეგუენ, სიცოცხლის წართვევის დრო მოვიდა. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ჯარისთვის მასობრივი მობილიზაცია დაიწყო. აქედან ბევრი წავიდა უკრაინის ომში და много погибли. ამ კითხვაზე პასუხიც სახიფათოა, რადგან არსებობს კანონი ფეიკების შესახებ. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207 მუხლი. ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის არმიის ან სახელმწიფო ორგანოების ქმედებებზე, რომლებიც არ ემთხვევა კრემლის ოფიციალურ პრეს-რელიზებს, ისჯება 3-დან 15 წლამდე ციხით. მაგალითად, თუ იტყვი, რომ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე კრემლი აცხადებს, შეიძლება ფეიკის გავრცელებაში დაგადანაშაულო. და შესაძლოა სწორედ ამიტომაცაა, რომ გრიგორი ფთხილობს. აქედან ბევრი წავიდა უკრაინის ომში. Украина много. Рус 200 много. Да, много погибли. Человек 10. А ты? 10, да? 10, да. А зачем? Чужая. ყველა მსგავს კითხვას გრიგორი თითქოს გაორბის და კარებიდან გადის. თუმცა მე თითქოს ვერ ითმენს და ისევ ბრუნდება. მაგრამ მაინც დაფიქრებულად პასუხობს. Что отношение у тебя? Какое? За война. Войне. Какая? Ой, Орсах. Нейтральная. Нейтральная. Вообще. Пусть воюют. Или не воюют. Сами знаем. ნეიტრალურობა ან სწორი პასუხია ან საფარი, რადგან არსებობს კანონი ჯარის დისკრედიტაციის შესახებ, სადაც ნეიტრალურობის თქმაც სახიფათოა. ამ კანონის მიხედვით ისჯება სიტყვა ომის გამოყენება სპეციალური ოპერაციის ნაცვლად, რაც მე თავისთავად დავარღვია. ისჯება მშვიდობისკენ მოწოდება, ლოზუნგი არა ომს, ომის ეკონომიკური ზიანის საჯარო განხილვა და ასე შემდეგ. პირველ ჯერზე ჯარიმაა, მერე 5-დან 7 წლამდე. იგი ვიწმირა და? მშვიდობის მოყოლული ხარკოდი. But is like patriotism Russia or Sahari net таких ანუ სახარები ანუ ეს რაღაცა რუსული პატრიოტიზმი გაქვთ თუ ეგრე არ უყურებ Patriotism в России или в вашей республике Сахара? Патриоты с России, да? Или в вашей республике? Патриот России. Патриот России, да. გრიგორი ამ პასუხშიც თითქოს არათავდაჯერებულია და ისევ გარბის. თან უცნაურია, როცა ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ეს სხვისი ომია, როგორ შეიძლება იყოს რუსეთის პატრიოტი. სიამდილეში იაკუტელებისთვის ეს მართლაც უცხო ომია. მათ თავისი გასაჭერი აქვთ. თუმცა საუბედუროდ ისინი რუსეთის ფედერაციაში არიან. თანაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში მობილიზაციის პერიოდში გაწევაზე უარის თქმა ან დეზერტირობა პირდაპირ ისჯება მრავალწლიანი პატიმრობით. არჩევანი სასტიკია, ან ფრონტი, ან გისოსები. თუმცა აქაც ძალიან დიდი უსამართლობაა. სხვადასხვა წყაროების მტკიცებით მობილიზაცია იაკუტებში 10-ჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე სლავებში. ეს საზარბაზნე ხორცად გამოყენებას გავს. სწორედ ამიტომ 2022 წელს პროტესტი მოეწყო, ოღონდ ცოტათი სხვა ფორმით. ცენტრალურ მოედანზე დედები გამოვიდნენ და პროტესტის ნიშნად ცეკვა დაიწყეს. ცეკვავდნენ და მღეროდნენ ლოზუნგებით. არა გენოციდს, დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილები. მათ გამოიყენეს ტრადიცია, რათა დაეფიქსირებინათ, რომ იაკუტიას მცირერიცხოვან ხალხს ომში გაწყვეტა ემუქრებოდა. ამ დღეს 30-მდე ქალი დაიჭირეს და დააფიქსირეს პრეცედენტი, რომ პროტესტი ამ თემაზეც არხეს. ტერორის ფონზე პროპაგანდა მაგრად მუშაობს. აეროპორტებში ყველგან ნახავ რუსული ჯარის ქებას. Когда я переехал в аэропорт, большой афиша. Армия. Да. Много людей говорят. Да. Отсюда. Да. Погибли. Много. Очень много. ძალიან ბევრი. მობილიზაცია ისეთ ადამიანებსაც შეეხო, ვისაც ომზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მაგალითად, ისეც, როგორიც ეს ევენკელი მეირმია.
ის სახელმწიფო საქმეებში არასდროს ერევა. არც ალმასების გატანითაა დაინტერესებული და არც იაკუტიის დამოუკიდებლობით. მისი მთავარი საქმიანობა ირმების მოშენებაა. აქ ბევრი ანიცხენებს დის ანირმებს აქ და მაგით ირჩენენ თავს. მეირმები მომთაბარეები არიან და ნაკლები შეხება აქვთ გარესამყაროსთან. ერთად მივდივართ მე და ჯიგარი. მე ახლა მეირმის ყოველდღიურობას ვიმეორებ. გავრეკავ ირმების მარხილს, რომ ახალი საზღვრები აღმოვაჩინოთ, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მიზანი ამ გამყინვარებასთან გამკლავებაა. წარმოვიდგენ, რომ მეც ამ მეირმესავით არც თანამედროვე სიახლეებს ვეცნობი და შეიძლება ისიც კი არ ვიცი, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ზუსტად ასია მეირმე. სრულიად აპოლიტიკურია და ფიქრობს, რომ რადგან მას არ აინტერესებს პოლიტიკა, არც სახელმწიფოს აინტერესებს ის. თუმცა ყველაფერი 2022 წელს შეიცვალა. მაშინ როცა რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა და გაუვალ ტყეებში სახელმწიფო ვერტმფრენები გამოჩნდა. და მეირმეების ზემოდან დაზვერვა დაიწყეს ისე როგორც ჩემი დრონი აფიქსირებს. ერთ-ერთი მიზნით მიეგნოთ მეირმეებისთვის და უწყება გადაეცათ ხელში. მეირმეები შუატყიდანვე წაიყვანეს ომში. ომში, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ. სწორედ ასე იპოვა პოლიტიკა მის, ვისაც ეგონა რომ პოლიტიკა არ ეხებოდა. ამ გადაკარგულში მეირმენ კი არა მირონმაც არ იცის რუსეთის პოლიტიკური მდგომარეობა. მაგალითად პროპაგანდის გავლენით მირონი ფიქრობს, რომ რუსეთი არაფერ კავშირშია აფხაზეთის მდგომარეობასთან. Ты знаешь Абхазия? Да, я был в Абхазии. Абхазия был грузинский территория, оккупация. Для этого грузинки солидарность русета, როგორც Украина русетთან ეგრე არის ხოდა. Почему? Абхазия же другая страна, это не Россия же. რუსეთის დახმარების გარეშე აფხაზეთი ვერ იზამთრათ ხო რა? მირონს არც 2008 წლის ომზე აქვს რაიმე ინფორმაცია. მას ამ 2008-ში იცოდა ომი რომ მოხდა. ინფორმაცია ბედა. თუმცა არც მიკვირს, რომ ჩვენი ამბავი ნაკლებად იციან. მათ ხომ უამრავი გამოწვევა და შეზღუდული უფლებები აქვთ. და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ლოგიკურია, რომ ყველაზე უსაფრთხო ქმედება კამერაში ლიდერი შექებაა. და ეს გულწრფელი საუბარია თუ დემონსტრაციული მაყურებელმა განსაზღვროს. Не проблема. Магит вар лапаракус. А так при Путине во живет. Кто? При Путине во живет. Если втором то Путин-то. იმიტომ რომ FSB გვისმენს? Ты говоришь, потому что ФСБ нас слушает. Они посмотрят, явно посмотрят. Да. Полистают. А так при Путине во живет. Это можешь снять. გრიგორის უსაფრთხოების გამო ყველაფერს ამ ვიდეოში არ ვსვამთ. თუმცა როგორ მუშაობს რუსული რეჟიმი გარეთა თვალიდან ისედაც გასაგები ხდება. Таргина то ФСБ გაიგებსო. Okay. Но Хорошо. тоже. ზუსტად ამ ტერორის გამო მირონი წასვლის წინ გვაფრთხილებს, რომ საზღვარზე ფრთხილად ვიყოთ და ის კადრები გადავმალოთ, სადაც რუსეთის პოლიტიკას უარყოფით კონტექსტში ვახსენებთ. России надо плохо не говорить на видео и все. Хорошо. არ ვიცი ქართველი იუთუბერით რამდენად შეიძლება დაინტერესდნენ, თუმცა ისინი საკუთარი იუთუბერებით ნამდვილად ინტერესდებიან. ამ დროისთვის 300-ზე მეტი იუთუბერი დაიჭირა, გააქცია, ან აგენტად გამოაცხადა რუსულმა კანონებმა. ასე რომ ვცდილობთ ჩვენც ფრთხილად ვიყოთ. უბრალოდ ვახარისხებ ხა სადაც რუსეთზე რა ვთქვით ყველაფერი გადამაგ Dropbox-ზე ვირთავ მე Dropbox-ზე უნდა გამოვიდეთ რომ ეს Dropbox-იც საერთოდ ვეღარ იპოვან და ვიჩესერი დამშკი და კალოდზე ვტოვებთ მარტო და ეხა ამ ვიდეოს უწერ ეგეც მოგე შემოემატა აი პიტება ავტომატურად Dropbox იაკუტიას ისევ ტოვებ რომ პასუხს ზუსტად ვერ ვცემ კითხვაზე ეს ხალხი სისტემის ნაწილია თუ მსხვერპლი თუმცა ვარ კი მე სწორი შემფასებელი სამყარო ორმაგი სტანდარტებითაა სავსე და მეც ამის ნაწილი ვარ მე გამჩი იაკუტებს რომ ასე შეეგუენ რეალობას და ამ დროს ხანდახან თავს ვიკავე ბაზრის დაფიქსირებისგან ხარს უჭერ იაკუტების დამოუკიდებლობას და ამავდროულად ვითხოვ აფხაზეთის დაბრუნებას ვიყენებ რუსულ პროდუქტებს მაგრამ მეძღება რუსული იმპერიალიზმი მირონი ფურცელზე ჩემი მტერია მაგრამ რა უყო იმ გამოცდილებას როცა გაყინვას გადამარჩინე თუმცა სამყარო კომპლექსურია ყველაფერი თანმიმდევრული ვერ იქნება ორმაგი სტანდარტები ყველა სისტემას აქვს მაგრამ უკეთეს სისტემაში შეგძლია იკითხო ვარგა თუ არა ეს სისტემა ცუდი სისტემა კი კითხვებისთვის ხშის თავისუფლება მხოლოდ ომით არ იკარგება ხანდახან ის ნელ-ნელა მეთოდურად ნაბიჯ-ნაბიჯ გეცლება ხელიდან ზუსტად ისე გეპარება სისტემა როგორც ომიაკონის ყინვა ჯერ თითები გიბუშდება ყინვა აუტანლად გეჩვენება მაგრამ ეწინააღმდეგებია მერე ნელ-ნელა ეჩვევი და როცა უკვე სისივისგან ვეღარაფერს გრძნობ გონია რომ ყველაფერი გზია
მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ სისხლმა მოძრაობა შეწყვეტა და კიდურის დაკარგება. ასია თავისუფლებაც. სანამ მიბრძო შენთანაა. როგორც კი დანებდები, იყინება. იაკუტიას ამისთვის 30 წელი დაჭირდა. რამდენი წელი გვაქვს ჩვენ?